რო შევადაროთ ერთმანეთს მედია სააკაშვილის პერიოდში და მედია სააკაშვილის პერიოდის შემდეგ. სააკაშვილის დროს მედიას არ სჭირდებოდა სურვილის ამებ, თუ ეხლა ის მედია იყო, რომელიც ეხლა ამ შემთხვევაში არ იყო თქვათ კონტროლირებადი სააკაშვილის, ხო? არ სჭირდებოდა სკანდალის ძებნა. არ სჭირდებოდა რეიტინგისათვის ისეთი რაღაცა მოვლენების გამოგონება, მოფიქრება, რომელთაც მაყურებლის ინტერესს მიიზიდავდა და ელემენტარულად აყურებინებდა ხო გადაცემას. იმიტომ რომ ის საგიჟეთი რაც იქ ხდებოდა ხელისუფლების კონტექსტში, იმდენ დანაშაულს, იმდენ კრიმინალს, იმდენ უბედურებას ჩადიოდა, რომ მე მახსოვს ეს ყველაფერი ჩემი თავიდან გამომდინარე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვისხედით ეხა ტელეიმეჯში და ვფიქრობდით მარტივად ეხა რომ ამდენი სიგიჟიდან რომელი ავარჩიოთ, ეხა რომ ხვალ გავაკეთოთ ეს სიუჟეტი, იმიტომ რომ ამდენი დანაშაული, ამდენი კრიმინალი ხანდახან გვენანებოდა მომავალი კვირისთვის გადატანაც კი იმ თემის, და ფიზიკურად რაღაცები უკვე აღარ ეტეოდა ერთ გადაცემაში. ხო და შესაბამისად ამისი მოძიება არ იყო, ასე ვთქვათ, რთული და ამ ყველაფრის სურვილი ჰქონდა ამის გაშუქების და საზოგადოებისთვის ჩვენების ამას აჩვენებდი. რომ დამთავრდა ეს საგიჟეთი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური და 2012 წლის შემდეგ უცებ აღმოჩნდა და შეიქმნა რეალობა, როდესაც ამდაგვარი სკანდალები აღარ ხდება. არავინ აღარავის არ კლავს, სისტემური დანაშაული არ არის გამეფებული, რაღაცა ომს არავინ არ იწყებს ახლა ასე უპრაგონოდ, ადამიანებს ქუჩაში არ კლავენ მარტო იმიტომ რომ შიშის სინდრომი და ყვიდრონ ქვეყანაში, ხალხს აღარ აწამებენ, ბიზნესებს აღარ პარავენ თუ აღარ ატყავებენ ხალხს, ის ყველაფერი რაზეც შეიძლებოდა დაუსრულებელი გეკეთებინა მანამდე სააკაშვილის დროს, ეს ყველაფერი გაქრა. და მოხდა საოცარი რამ ჩვენს ქვეყანაში. დაიწყეს უკვე ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პრეს-ცენტრებად ქცეულმა კომპანიებმა, ტელევიზიებს რო ეძახიან თავის თავს, დაიწყეს სკანდალების გამოგონება.